ბარაქა სათბურში უკვე კიტრს ვკრებთ. როგორც გვახსოვს, ეს კიტრი გადაირგო 2 მაისს პოლარის პროფგელისა და ტრიქოსიმბიოს ნაზავში ჩავალბეთ ეს ჩითილები და ისე გადავდგეთ. უკვე თვე და 10 დღე არის გასული გადარგვიდან და ხედავთ ფოთლები როგორ იდეალურ მდგომარეობაშია, რა კარგად გამოიყურება კიტრი. ეს კიტრი არის სლაისერის ტიპის, ძალიან მუქი ფერის, რაც ძალიან სასურველია ლაგოდეხის რაიონისთვის და ზოგადად ამ რეგიონისთვის. შეგვიძლია ჩვენ რბილობით ვნახოთ, ძალიან პატარა სათესლე კამერაა და აქვს ოდნავ მუქი ფერი, რაც მის გემოვნულ თვისებებზეც მეტყველებს. როგორც ხედავთ, დაავადებების მიმართ საკმაოდ მდგრადია ჩვენი ახალი კიტრი. რამდენიმე კრეფა, 4-5 კრეფა უკვე ჩავატარეთ ამ კიტრს და პირველ სართულზე და მეორე სართულზე ფაქტიურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვთქვათ, უკვე მოსავალი ავიღეთ და როგორც ხედავთ, უკვე მეორე, მესამე სართულზე ვითარდება კიტრი. სხვა ფორმირების დროს ჩვენ აქ დავტოვეთ გვერდითი ყლორტები, რომელსაც დავუტოვეთ ერთი კიტრი და უკვე დაბლიდან ახალ ყლორტებზე მივიღეთ უკვე ჩვენ სრულფასოვანი კიტრი. 2 ნაყოფი, 3 ნაყოფი, 4, 5. ანუ თვითონ სცენარიდან ჩვენ 4-5 ნაყოფი მაინც მოვწყვიტეთ. ნებისმიერ აი ეს როგორი თეთრი თრთვილი აქვს, არ ვიცი ხა საღამოა და კადრში ეტყობა თუ არა. ფაქტიურად თრთვილი აქვს და ხეს რო გავუსვავთ, აი აქ ეტყობა. ნახეთ. აი ეს ძალიან ფასობს, თქვათ, იგივე შემსყიდველებთან. აი ესეთი ლამაზი კიტრი. ნახეთ როგორი ლამაზი და სტანდარტული კიტრია, კიტრი ფორესტი. დანარჩენი ამასთან ამ კიტრთან დაკავშირებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამის ყველა ინფორმაციას ვაგროვებთ და ძალიან დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ მერე ჩვენ ფერმერებს. ამ სათბურში რა თქმა უნდა კიდევ გვაქვს ერთი ახალი ჯიშის კიტრი, რომელიც ცოტა გვიან გადაირგო და შემდეგ გადაცემაში იმ კიტრის შესახებაც მოგიყვებით. ეს არის ბეტ-ალფას ტიპის პატარა მინი კიტრი, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება და დღეს თქვენ თუ კადრში რაიმე უცნაურობაში ამჩნიეთ, გთხოვთ კომენტარებში დაგვიწეროთ. ნორჩი კიტრი მაინც ხო არის.